ჩვენი გზა ვაცხადებთ, რომ ევროპის კონვენცია ადამიანთა უფლებების დაცვა საქართველოში არაერთჯერ დაერღვა. პირადად მუხლი მე-6, რომელიც ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე და ყველას, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალდებულება დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, როგორც ყოფილი თავმჯდომარე ბატონი კრამერი, ესე ამბობს ამ შემთხვევაში. გვაშფოთებს ოპონენტების დაკავების წინასწარი პატიმრობის მასშტაბი. და მთელი ესე იგი კასკადი იურიდიული დარღვევები არსებობს ჩვენ სასამართლო სტრუქტურებში და გინდა მოსამართლეების მხრიდან, პროკურორების მხრიდან, ადვოკატების მხრიდან, იგივე გამოძიებლების მხრიდან და ოპერატიული მუშაკები პოლიციელების მხრიდან. რაც ბოლო დღეებში გაჟღერდა არაერთჯერ ინფორმაციის საშუალებით და მთელი ევროპის ჩვენი სამეგობრო, რო ვთქვათ, და ლაპარაკობენ ამაზე. ეს ჩვენ ფიქრობთ არაფერი სხვა არ არის, როგორც რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სხვა არაფერია, როგორც მარცხი და საერთო ნგრევა. ესე იგი სისტემა მხოლოდ აჩვენებს, რომ მუშაობს იმ დროს, სანამ გამოძიებო სტრუქტურა სავარაუდოდ გამოიძიებს დანაშაულს, ადვოკატებს არ ეძლევა საშუალება დაიცვას თავის ბრალდებულები. და მოსამართლე, რომელსაც თითქოს გამოაქვს სამართლიანი და კანონიერი განაჩენი. მოდის სრული გულგრილობა და უყურადღებობა მათი ძირითადი ფუნქციების და მოვალეობის მიმართ. არის ბევრი ოჯახები, ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც შვილები არიან ესე იგი პროცესში, სასამართლო პროცესში და არ მტკიცებულებლად განაჩენი ხდება და ისინი იმიტომ მარტო, რომ ადრე მაგენი იყვნენ ნაჯდომი. ჩვეულებრივად და უმტკიცებულობად და ადვოკატი ვერ იცავს მაგათ, იმიტომ რომ განაჩენი უკვე არის და ძალიან ბევრი, ესე იგი, სააპელაციო ხდება ეს მეორედ ხელახლა განხილვა ამ საქმის. და მოსამართლეებს განაჩენი გამოაქვს მტკიცებულების გარეშე, პროკურორებს სასამართლოში შეაქვს გამოუძიებელი საქმე, ადვოკატები, რომლებიც ვერ იცავენ ბრალდებულებს და გამოძიებლები, რომელმაც ვერ შეძლეს საქმის გამოძიება, არის თუ არა სრული განადგურება შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროსი. ესეთი მდგომარეობა არის თითქმის ყველა უწყებაში. რადგან ამ და სხვა სამინისტროებს ხელმძღვანელობს ფანტომი კულისებიდან არაკომპეტენტური ქვეყნის მმართველი. თქვენ ალბათ რაც ხართ, ვინც გულისხმობ. ეგრევე ესე იგი ჩვენ კიდევ ვაცხადებთ, რომ ევროპის კონვენციის
კონვენცია ადამიანთა უფლებების დაცვა საქართველოში ირღვევა. ესეთი მუხლები, როგორიც არის უდანაშაულო პრეზუმპცია, წინასწარი პატიმრობა გამოიყენება ოპონენტის მოშორებისთვის და უხეშად ირღვევა ადამიანთა უფლებები, უკანონო პატიმრობა, ისეთი საქმეები, როგორიც არის უგულავა საქმე, იგივე სპეცრაზმელები და ჩვენი ჯარის ოფიცრები, რომლებიც დაკავებულები არიან ახლა და სასამართლო მიდის. უამრავი გამოუძიებელი რჩება ისევ გახმაურებელი საქმეები, მოსახლეობაში კითხვები იბადება. პროკურორების პროფესიონალიზმზე და ესეთი საქმეებია, როგორიც არის ბარბარე რაფალიანსის, თელავის კლელობა, იგივე ბესიკ ხარდიანის, ეროსი კიძმარეიშვილის და იური ვაზაგაშვილის საქმე, სადაც კლელობის მოტივები გაუგებარია. კრიმინალი გადაინაცვლა სამართალდაცვის სტრუქტურებში და სასამართლო სისტემაში. დღეს გავცელდა სოციალურ ქსელებში აბსოლუტურად დაზუსტებული ფაქტები, რომ აჭარაში ქონდა ადგილი კორუფციის ადგილი და ესე იგი პოლიციელებმა სთხოვეს ესე იგი დაკავებულს 10,000 ლარი იმის ნაცვლად, რომ გაანთავისუფლონ. ეს დღეს დილით გავიგე ჩვენ მეგობრებისგან, რომელიც ზუსტად აბსოლუტურად იციან ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილია და იქვე სთხოვლობენ ეს ფაქტის რეაგირებას. ესე იგი კრიმინალის გზის მიზეზები, ესე იგი ქვეყანაში ჩვენი ბატონი ჯაია შესანიშნავად აღწერა, რაც არის ვერ ხდენენ პოლიციელები დანაშაულს წინასწარი პრევენციით, ეგევე წინასწარი მძიმე დანაშაულის ინფორმაციის მიღება ვერ შეუძლიათ, ვერ ახდენ დანაშაულის დროული ახსნა და ასე შემდეგ. არის იგივე კიდევ რომ დაჩოქილი პოლიციელები ბესელია კაკაბაცის ფორმატის ამნისტიაც ჩართული მწვანე შუქი კანონიერ ქურდებს, აგრევე მიხეილ სააკაშვილის ამნისტიაც აქ იმატება და ხშირად ჩვენ ესე იგი პირდაპირ ეთერში გვესმის ინტელიგენციებისგან მოწოდება მოსახლეობას თავი დაიცავონ თვით ძალებით. ეს ხდება დეპუტატის ნანა ყეინიშვილის თვალსწინ. ესე იგი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ უკვე ინტელიგენცია ღია ეთერში, რედაქციაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ესეთი მოწოდებას აკეთებს. ქალბატონი ხათია ბოკუჩავა, ქალბატონი მოროშკინა, ელისო კილაძე, თუ გინახიათ იგივე აცხადებს თაკო ჩარჩიანი, ნანა ყეინიშვილი, ნონა ფილაური და ერეკლე საღლიანი
ისინი ლაპარაკობენ რაღაც სვანური ესე იგი სასამართლოს და ვითომ უკვე ჩვენ აღარა გვაქვს ესე იგი სახელმწიფო და რაღაც და გავარჩიოთ საქმეები რაღაც მთების კანონებით. ჩვენი აზრით ინერგება ნიჰილიზმი ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდისთვის. არ ვიცი რა ძალები მუშაობენ, ეს შეიძლება ინაშვილის მხრიდანაც ნახოთ და დანარჩენ ქალბატონების და არის რამდენიმე ესეთი არასამთავრობოები, რომელიც ზუსტად ამას ინერგებენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ან მიხედონ ამ ყველაფერს და ახლა მაისში უნდა იყოს სამიტი, სადაც ხელშეკრულება უნდა იყოს ევროპის ასოციაციის ფარგლებში და ან ესე იგი ჩვენი მოწოდება ხელისუფლების რომ ან გააკეთონ დროზე ყველა რეფორმა და მოემზადონ ამ სამიტზე ზუსტად სასამართლო სისტემაში აუცილებელია, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა ქმნის სახელმწიფოს და სხვა შემთხვევაში სასამართლო არ არსებობს. ეს ჩვენ ყველანი ვიცით. ან წავიდეს საერთოდ დაანებოს არაფერს ხელს არ ახლოს და წავიდეს თავზე ქუდი დაახუროს და წავიდეს მოვიდეს ესეთი ძალა, რომელიც შეუძლია პროფესიონალები მიხედონ ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ ესე იგი